არჩევნები მოდის, ვინც გაიმარჯვებს, მოკლედ არა აქვს მნიშვნელობა, ვინც იქნება გამარჯვებული. რა გინდათ რომ მოაგვაროს ოზურგეთში? რა ყველაზე მთავარი პრობლემა რისი მოგვარებაც გინდათ? რამდენიც გინდა. კი, მაგრამ აი ყველაზე მეტად რას ისურვებ? რას ვისურვებ? გზები, პენსიები დამატება და რა ვიცი და ხალხს რა ნამდვილად პენსია უნდა მოიმატოს. ახლა მე პენსია მაქვს, ხო იცით რამდენი და თვეში დამჭირდა წამალში 2000 ლარი. ჩაის პარტოვი მინდა რომ მოაგვაროს, ჩაი ძალიან მჭირდება და თხილი ხომ არა და არა ახლა და ჩაი კი კაი ხო. აი მინდა რა ვიცი აბა. რა ვიცი გამიხარდება რომ იყოს ეს ქალაქის ქუჩები ისევ მოწესრიგებული როგორც ძველად იყო და დასრულდეს და რა თქმა უნდა სამუშაო პირობები თუ იქნება ისე რომ არ იყოს ოზურგეთი დაცარიელებული და ყველა დასაქმებული იყოს ძალიან გამიხარდება. არჩევნებში გეიმარჯვებს მხოლოდ ოცნება და მისი იმედიც მაქვს. და რა გინდა პრობლემის მოგვარება ყველაზე ამ არაფერი. ჯანმრთელობის დაცვა, ყველაფერი უფასოდ და რა ვიცი. რას ხედავთ ყველაზე მთავარი რა არის რაც ხალხს მოქალაქეებს გვაწუხებს თუ ეს პარტია დარჩება ხელისუფლებაში არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება გამგებელი აი შეიცვალოს უნდა და ახალი პარტია ახალ არჩევნებით მოვა ეგია მთავარი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კაცი ეძებს ფული ვინც იყო და ვინ უნდა მომიტანოსო და ასეთი პარტია რომ იქნება ხელისუფლებაში. ყალი არა, ხალბატონო, ყალი არა, ჩვენ ხაფუჭა მატორი, არაკეთები არაფერი, რა ვიცი მე. ნასაკირაში. არაკეთები, ჩამეიტანეს გააკეთეს წიგნს. ანუ წყლის პრობლემა არის ნასაკირაში. ო, ნასაკირაში რა, არა გვაქვს ყალი. ვიდავთ და იმას ვიძებით რა. პარკებით და იმას კალისტებს ვიდავთ რა. კორუფცია. საერთოდ. პრობლემის მეტი რა, მაგრამ ყველაზე მეტი ქვეყანაში კორუფცია რომ არის 300 მილიონი იყო 700 მილიონი იყო აგია ეკლესიის წინ ვარ და აი რო წამდეს ღმერთის ეგ არის პირველი პროგრამა მართლა და ნახდათ აი პირველი პროგრამა ეგ არის ხალხი ზოგი ისე გადის მოკლე გზას იმაშვება თორე კარგი ლოცება აი უნდა წამდეს ღმერთის და ყველაფერი ექნება ამას პარტია ვერ მოაგვარებს პარტიას რაც შეუძლია რომ მოაგვაროს იმას გეკითხებით პარტია მოაგვარებს ზუსტად მაგას თუ კი უნდათ ხო ხტები? აი ეგ არის სინამდვილე ეგ არის. აი ხედავ კიდეც დაამთავრა ზარის რეკვა. რა ყველაზე მთავარი პრობლემები ოზურგეთში რისი ხალხს რა? ეგო პრობლემების მეტი რა, მოაგვარო და მანთიცია რას უნდა გააკეთო. დედა მე ყველაზე უფრო რამინდა იცი შვიდობა იყოს. თუ შვიდობა იქნება, ვინც არ უნდა იყოს, ვინც გაიმარჯვეს, იგი ყველაფერს მოაგვარება. ახლა მაგალითად აგერ აი რო არის გოუწმენდელი, აი ძალიან ცუდია ეგ ესე რო არის ახლა ამფერი რაღაცები არის პრობლემები. იერსახეს გულისხმობ. ხო, იერსახეს გულისხმობ, რომ რაღაცა გააკეთონ უნდა და ეხლა მე ვერ გეტყვით, ყველაფერი მე მაგალითად მაყოფილი ვარ ძალიან მაყოფილი ვარ, ყველა მთავრობის მაყოფილი ვიყავი. მაგალითად ძალიან არ მომტონდა ნაციონალები, ძალიან არ მომტონდა, რატო და ძმა მომიკლენ რაღაცა ის იყო, მაგრამ მაინც არა პრეტენზია არ მქონდა არასოდეს არავისზე. ვინც გაიმარჯვებს რა მთავარი პრობლემა რა გინდა ხალხი დახმარება არ მოგდენ შვილო ბიჭი ხეში მარტო ხელი ვარ 86 წელს ხალი ვარ დევედი ვიძე არ მომწენ დახმარება რა ფეთხოვა ჰიჯობია ჯემბინებს არის კანონა ბინაფში წორომე არა კანონი აქ არა ბოზური კანონი აქ არა ფეს არ მოვალ არა ფეს ხელს არ მოგიდა დიძრებს ასდევენ დუხზე გადადუხს